მე ბავშვობა და კარგული თაობის წარმომადგენელი ვარ. ორად გაყოფილი საქართველოს 5 წლის ასაკში ვიგრძენი და განვიცადე. და ტკივილი, რომლითაც დღესაც ვცხოვრობ 28 წლის შემდეგ, ყოველი წლის 27 სექტემბერს გარკვეულწილად ცოცხლდება. თითქოს ამ დღეს ყველანი ვეცემით. თითქოს სხვა საქართველოში ვართ. საქართველო საზღვრებს გარეშე და საქართველო საზღვრებში მოქცეული. დაკარგული ტერიტორიებიდან დაკარგულ ცხოვრებამდე. იმდროინდელი 60-70-იანი წლების საზოგადოებისთვის ჟიული შარტავა ნომენკლატურული პარტიული მუშაკის ტიპიური განსახიერება იყო. კარიერისაკენ სწრაფი, ენერგიული, მკაცრი, მომთხოვნი, ფანატიკოსიც კი. მე ჟიული შარტავას არ ვიცნობდი. ერთხელ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას გვითხრეს, რომ კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში შეხვედრაა შემოქმედებით ახალგაზრდობასთან. მე დიდი სიამოვნებით წამოვედი, იმიტომ რომ ყოველთვის მომწონდა ეს ეზო და ეს მყუდრო შენობა ეზოს სიღრმეში. ეს დარბაზი მაშინ თითქოს უფრო დიდი და ვრცელი იყო. აქ ჯგუფ-ჯგუფად იყო ხალხი განაწილებული. ჩვენი ჯგუფი აი ამ დარბაზის ბოლოში გავჩერდით. დარბაზის ცენტრში ერთი ახალგაზრდა თანამშრომელი ქალი დადიოდა ძალიან მკაცრი სახით და პერიოდულად რაღაც გარკვეულ შენიშვნებს იძლეოდა. პერიოდულად იქ კარიდან ვიღაცები იხედებოდნენ და ამოწმებდნენ ვითარებას. მე აქ ამ ჩემ ჯგუფთან ძალიან აქტიურად რაღაცაზე ვსაუბრობდი. მქონდა წვერი, გრძელი თმა, რაღაც ესეთი ჩასმულობა. და ერთ მომენტში შევნიშნე, რომ ამ ქალბატონს ჩემზე მიანიშნეს. და ეს ქალიც ჩემსკენ წამოვიდა და მთხოვა, რომ ხალხის სიღრმეში კედელთან გადამენაცვლა. ვიკითხე, რატომ მეთქი და თქვენი გარეგნობა მიმანიშნა, წუთი-წუთს ბატონი ჟიული უნდა შემოვიდეს ეხლაო. მე ძალიან ავშფოთდი და ვთხარი, ახლა მე აქ თქვენი მოწვევით ვარ მოსული და თუ არ მოგწონვართ, მაშინ მე აქ არაფერი მესაქმება მეთქი და დემონსტრატიულად გადავკვეთე დარბაზი და ეს შენობაც დავტოვე. მაშინ 7 წლის იყო. მაგას მე უყურებდი როგორ დიდ კაცს. ასეთი ბუნების იყო, სერიოზული. და ვუთხარი, დედა მეთქი. ხომ ხედავ? რაიკომი მდივნები, მეგრელი რაიკომი მდივნები. ყველა დაიჭირეს. და შეიძლება მამა შენის დაიჭირონ მეთქი და. ამიტომ ძალიან განისწის ამას მეთქი. და ხამე საღამოს რომ მოვა, ნუ დატოვებ მარტო და მის გვერდით იყავი ყოველთვის მეთქი. ამ ბაშვა ეს საოცრად აღიქვა. და ერთ საღამოს
ჩემს გაოცებას საღვარი არ ქონდა, როცა მამას შესთავაზა ესწავლებინა მისთვის ჭადრაკის თამაში. ის სიამოვნებით დაეთანხმა. ამის შემდეგ ყოველ საღამოს თითქმის ჭადრაკის დაფასთან ატარებდნენ. მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავით, როცა სევერიან ფირცხალოვამ, ჩვენი რუსულის მასწავლებელმა, ჩვენი კლასები გააჩიბრა ერთმანეთს. მე და ჟიული პარალელურ კლასებში ვსწავლობდით. გაკვეთილად მაშინ ტურგენევის მუმუ გქონდა და სამწუხაროდ იმ დღეს გაკვეთილი მხოლოდ ნაწილობრივ თუ ვიცოდი, ამის შესახებ თანატოლებს შესვენებაზევე გაუტყდი. ჟიული კუთხეში იდგა და რამდენადაც მომეჩვენა მაშინ ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევი და ყოველ შემთხვევაში ვერავითარი რეაგირება ვერ შევამდი. დაიწყო გაკვეთილი. სევერიან მასწავლებელი რიგრიგობით იძახებდა, ასე ვთქვათ, ამ კლასების ლიდერებს და პასუხების მიხედვით ქულებს უნაწილებდა თავის როლში. ჯერი ჩემზე მოდგა და ჩემდა საუბედუროდ, ჩემს პარტნიორად ჟიული შარტავა დაასახელა. ჩემდა საუბედუროდ იმიტომ ამბობ, რომ ჟიულისგან გაკვეთილის არ ცოდნა ყოლა წარმოუდგენელი იყო. Aga გავაგრძელო რამდენიმეჯერ რომ გავცვალეთ მე და ჟიული ესთაფეტა, მე შევჩერდი. ჟიულის თანაკლასელებმა თამომწონედ გადახედეს ერთმანეთს და ჯერი ახლა ჟიულიზე მიდგა. ჩემ და გასაოცრად ჟიულიც შეჩერდა. სევერიან მასწავლებელმა გაოცებით კითხა რა დაგემართაო და გერასიმეს როლს ვასრულებო ჟიული მოპასუხა. გერასიმე მოგეხსენებათ მუმუს პერსონაჟი გახლავთ, რომელიც დაბადებიდან ყრმუნჯია. გამოცდილი პედაგოგი მაშინ მიხვდა რა როლზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, სათვალეებიდან ამოქმედა ორთავეს, ჩუმად დაგვსხა და ახალი გაკვეთილის ახსნას შეუდგა. აი ასე იხსნა მაშინ ჟიულიმ ჩემი ავტორიტეტი, ჩემი თანაკლასელების წინაშე. 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტში გაიხსნა ახალი ფაკულტეტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. ძალიან დიდი კონკურსი იყო, ნიჭიერი ახალგაზრდობა მოვიდა. აქ იოლად ვერ მოხვდებოდი ამ ფაკულტეტზე, თუ არ იცოდი მათემატიკა და ფიზიკა განსაკუთრებით მაღალ დონეზე. ჟიული გავიცანი ჩემს პარალელურ ჯგუფში სწავლობდა ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობაზე. პირველ კურსიდანვე სწავლობდა ფრიადზე. არც ერთხელ მას არ მიუღია სხვა ნიშანი გარდა ფრიადის. მესამე კურსი აირჩიეს ფაკულტეტის კონკაშერის კომიტეტის დივნად. ჟიული ყოველმხრივ განსხვავებული კაცი იყო სხვა შორის. იმაშიც კი რომ მას ერთ-ერთი სკოლიდან ყავდა შეყვარებული, ქავატონი ლია და ის თანაკლასელები იყვნენ. ისწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში და პირველ ამ 220 კაცში პირველი კაცი იყო, რომელმაც იქორწინა მეხუთე კურსზე სწავლის დროს. მეცნიერებაზე ისეთ დიდად იყო შეყვარებული, რომ ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ ის მეცნიერების გზით გააგრძელებდა სვლას. მაგრამ შემდეგ სულ სხვაერად მოხდა და პოლიტიკაში ჩაერთო. მე ვიფიქრე, ალბათ ჩემი იმის შემდეგ დაფიქრდა, რომ მამას რადგან ადრე შეაწყვეტიეს პარტიული მუშაობა, ჩემი კეთილსინდისიებით, რაც მას უძღოდა მუშაობაში წინ, მეც გავაგრძელებ მუშაობას და ვიმუშავებ ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად მამის გზის სასახელო გაგრძელება. მე მიტაცებდა ლიტერატურა, მხატვრობა, ქანდაკება, ჭადრაკი, დრამწრე, ტექნიკა, მხატვრული კითხვა. ავად სახსენებელი ნიკიტას მმართველობის პერიოდში ვსწავლობდით და მაგრამ საბედნიეროდ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ყავდა რექტორი იოსებ ბუაჩიძე და პარტიული კომიტეტის მდივანი იყო ბორის დემეტრაძე. ყველა ღონისძიებას ესწრებოდა რა კომკავშირებელ ღონისძიებებს. ახლა თვითონ არ უყვარდა არც გამოსვლა, არც თათბირზე, არც იმაზე, მაგრამ ყველაფერი იცოდა რა, ესე ვინ რა
ესე იგი, ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდისათვის იმ დროსაც ყველა პირობა იყო შექმნილი, რომ გამომჟღავნებული იყო მისი ნიჭიერება და გონიერება და სწორედ მან შენიშნა პირველმა, ესე იგი, შარტავა ფაკულტეტიდან გადაიყვანა, ესე იგი, ინსტიტუტის კონკურსის კომიტეტის დივნის მოადგილეს შემდეგ დივნად და მერე ბორის დემეტრაძე იყო რაიკომის პირველი მდივანი ორჯერ რაიონის და წაიყვანა რაიონის კონკურსის რაიკომის პირველ მდივნად. რა თქმა უნდა, იქ გამოჩნდა მისი ნიჭიერება და გონიერება. აქ შევჩერდები და აქ დავსვო ერთგვარი ხნების ნამგავს და ფიცავს კომუნიზმისკენ აქტიავ ჩვენო შენ თახა ფიცა ჟიული შარტავა იმ რეჟიმის ერთი ჯარისკაცი იყო. ნუ შევეცდებით სინამდვილის შელამაზებას. ნებით თუ უნებლიეთ ჟიული შარტავა მართლაც იყო იმ კაცრად და ზუსტად დაპროგრამებული სისტემის ერთი აღმასრულებელი, გამკარგულებელი, ენთუზიასტიც იყო და ფანატიკოსიც. მისი მუშაობის სტილი ბუნებრივია უნდა ყოფილიყო კიდეც კომუნისტური. ეს იყო მედლის ერთი მხარე. ეს იყო ის, რისი შეცვლაც მას არ ძალუძდა. იმ დროს, იმ პერიოდს, რომელშიც ჟიულის უწევდა მოვაწეობა და თქვენ მან იცით, რომ იმუშავა უმკავშირში, რუსთავში, მოსკოვში იყო, მერე აკადემია დაამთავრა. ეს ძალიან რთული დრო იყო და რთული პერიოდი მთელი ჩვენი თაობისათვის. ზოგჯერ ჩვენი თვისებები თვითონ აი სწორედ აი ამ სირთულის გამო იძენდა რაღაც შეიძლება გაუთვით ცნობიერებელი მოქმედებებიც კი გქონდა ამის გამო, რომ ერთის მხრივ იყო შიში იმისა, რომ შენ შეიძლება დაკარგო ყველაფერი, მეორეს მხრივ იყო შიში იმისა, რომ იმაზე მეტი არ ქნა, რომ შენ საერთოდ გადახვიდე იმ გზიდან, რასაც თქვა სამშობლო ქვია, მისი სამსახური ქვია და ასე შემდეგ. აი ასეთ პერიოდში, ასეთ სიტუაციაში ფიცხ ადამიანებს ხშირად უჭირთ ხოლმე ზომიერების დაცვა და მე მეჩვენება, რომ აი ჟიuliსაც ჰქონდა ესეთი სიფიცხე, ესეთი ზოგჯერ ახალგაზრდული შემართებით გამოწვეული სიჩქარე შეიძლება იყოს, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ჩანდა ცუდად და ზოგჯერ შეიძლება კიდეც იყო ისეთი მოქმედება, რომელსაც მე თვითონვე არ პატიობდა თავის თავს. არასდროს არ დაუშვებდა გადაცდომას საბედისწეროს ადამიანის მიმართ. რა თქმა უნდა, მოთხოვნა. ეხლა მომთხოვნელობა რა არის? ზოგი დავის ენერგეტიკას გამოხატავს ამაში, რომ მომთხოვნელია, აფექტურია, მაგრამ სამართლიანი. ჟიული იყო ძალიან სამართლიანი. პრინციპული იყო, მაგრამ კატეგორიული არ იყო, იმიტომ რომ მას ეს ყოველთვის უშვებდა, რომ მე კი ეს ვიცი, მაგრამ იქ შეიძლება სხვა რამეც არის. იქნება სხვა კიდევ რაღაცა იცის. ისე, როდესაც ვიხილავდით ხოლმე საკითხს, აი ეს მომწონდა მე მასში ყოველთვის ყველაზე ძალიან, რომ არ იკეტებოდა თავის თავში, გამიგეთ და არ ფიქრობდა, რომ მე რასაც ვამბობ, მე მწამს და ესე კი მწამს მე, მაგრამ მე მწამს, იმიტომ რომ მე ჩემი მონაცემები მაქვს. მაგრამ საერთო მონაცემებამდე ჩვენ ძალიან ბევრი გვაკლია. ქრისტეს ნათქვამია, ჭეშმარიტება უფალთან არის, არა საერთოდ, როგორ შეიძლება ჩვენ რომელიმე ჩვენთაგანს სრული ჭეშმარიტება გქონდეს, არა, განსაზღვროთ. ამიტომ განსაზღვროთ. და ამიტომ აი ეს ცნება რომ იყო მისი საფუძველი ურთიერთობისა, ამიტომ უფრო უადვილდებოდა ადამიანებთან ურთიერთობა. არ თვითონ იკეტებოდა და არც სხვას კეტავდა. პრეზიდენტის ანგარიშ მოხსენებით გამოვიდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჟიული შარტავა. ლავათ ბრძოლისა და აღმასვლის გზებით, გამარჯვებების გზებით, შრომის ადამიანის,
შრომელი კაცის, პატიოსნად მოღვაწე კაცის სიკეთისათვის მოღვაწეობის გზებით, კვლავაც კომკავშირული სიხალასითა და შემართებით, კომუნისტური გზნებით იბრძოლებს კომუნისტური ხარისათვის. ხშირად მე ვიყავი ყოველად უხერხულ წინააღმდეგობრივ მძიმე მდგომარეობაში. მე მიწევდა მტკიცებას სწორედ იმ იდეებისა, რომლებსაც მე კატეგორიულად არ ვიზიარებდი, კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი. შინაგანი ჭიდილის მომენტები ყოფილა. ცვლილების შემოტევის მომენტებიც ყოფილა. რამდენიც გავიმარჯვა ამაზე. ეს ცალკე საკითხია. ისე მე გითხარით და მივეორებ, რომ ნოტარი ყველა ადამიანშია, მათ შორის ჩემშიც და ეს ჭიდილი მიმდინარეობს და მე ვცდილობ დავამარცხო ნოტარი. მეკითხებიან ხოლმე, სად და როდის გაიცანი ჟიული? გპ-ში. მე გპ-ელი ვარ. ჩემ თვალწინ გაიარა ის იერარქია. აირჩიეს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად. მე ერთი რამ ვიცი ყველაზე უკეთ. ვიცი ჟიulis ღვაწლი ახალგაზრდული შემოქმედების რენესანსში, რომელიც აი იმ წლებში აღმოჩნდა. ყველა ის სახელი, რომელიც დღეს ჟღერს, ჩემი თაობა, ცოტა ჩემზე პატარა თაობა, აი ესე გავიზარდეთ ჟიulis დახმარებით. გავიზარდეთ იმაში, რომ კომკავშირზე კი არ უნდა გვეწერა სიმღერები, მაინც და მაინც და ნახატები გვეხატა და ლექსები და არა, რაც გინდათ, როგორც გინდათ, ისე იმუშავეთ, ოღონ იმუშავეთ, ოღონ შექმენით. თქვენ შექმნით ისტორიას. მართლაც ესე მოხდა. მისგან ძალიან დიდ გულისხმიერებას გრძნობდი, პატივისცემას გრძნობდი პირველ რიგში. აი იმ ჩემი საქმისადმი, რომელსაც მე ვაკეთებდი. აი ვიყავი მომღერალი, ხო? და მირეკავს და მიბარებს თავისთან. მე გული გამისკდა, ვიფიქრე, ესე იგი რაღაცა უნდა გამკითხოს, ან რაღაცა ისეთი უნდა მითხრას, რომ რატომ მე ასე გვიან შევედი კომკავშირში, ან რაღაც უარყოფით ვფიქრობდი დანამდვილებით. და როდესაც მასთან მივედი, იმ წუთშივე წამოფრინდა, ასე ვთქვათ, შემეგება, შემთავაზა სკამი დამსვა და მითხრა, მეო, ახლაო, არ ვიცი აქ რამდენი ხანი ვიქნებიო რაიკომის კომკავშირის მდივანიო, მაგრამ მინდაო გითხრაო, თუ კი რამე დაგჭირდებაო, აპარატურა ან რაღაც, ნუ რა ვიცი, აი შენ საქმეზე, ყველაფერი შეგიძლია მოხვიდე და ყველაფერში დაგეხმარებიო, მითხრა. ესე იგი გაუგნებლი გამოვედი იქიდან, იმიტომ რომ მაინც ეს ადამიანი სხვა საფეხურზე იდგა რაღაცნაირად და ამან მე ძალიან გამაუცა, იმიტომ რომ ასეთი დამოკიდებულება იშვიათია საერთოდ. 16 წლის ვიყავი, რაღაც მოხდა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად უნდა მეთამაშა ოლიმპიადაზე და ბოლო მომენტში მომხსნეს ნაკრებიდან უკვე მოსკოვში ჩასული და ასე ვთქვათ, ნუ დამაბრუნეს თბილისში. და აი მახსოვს მაშინ რომ ეს ბატონიშვილი რაღაც განსაკუთრებით უნდა და რომ ესეც დაჩაგრულად არ მეგრძნო თავი და სულ რაღაც რამდენჯერმე კიდეც დამიკავშირდა, სადღაც მიმიწვია და შემდეგ უკვე რაღაც სერიოზული ტურნირი მოვიგე იუგოსლავიაში და იცით მაშინ არც WhatsApp-ი იყო, არც Viber-ი იყო, არაფერი არ იყო და სასტუმროსად თანამშრომელმა რომ მითხრა რომ ტელეფონი გირეკავსო და უცებ ბატონიშვილმა მომილოცა ეს ნუ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება. ნუ ძალიან გულისხმიერი იყო და ნუ საოცრად ენერგიული. მივიტანეთ ახალგაზრდული სიმღერების ციკლი, ჩვენ საქართველოს ახალგაზრდობა.
სასადილოში ჩავედით იქ როიალზე, ტექსტები დავიდე. მორისი აგერ გვერდით მყავს და ჟიული და 12 სიმღერა ვიმღერე. ავიდეთ აბაზევითო. დაიდო ტექსტები. ახალგაზრდული გული, აი ესე იყო ტექსტში. აიღო თავისი გალმისტარი, ახალგაზრდული გადახაზა და დაწერა კომკავშირული გული. კომკავშირული გული, იგრიქცეული ბრდება, დაუსხრომელი სული, დაუბრუნებელი გზნება. სპორტში ჩადგა კომკავშირული ქალაქის ბორის ძნელაძის მეორე რიგი. მიტინგი, რომელიც ამ მოვლენას მიეძღვნა, გახსნა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჟიული შარტავა. კომკავშირული ქალაქი ეს იყო მართლა საოცრება, ეს იყო ულამაზესი სივრცე. მაშინ არ ვიყავით განებივრებული და უშუალოდ ასეთი ლამაზი ინფრასტრუქტურით და ისიც ვიცოდით, რომ ეს ენთუზიაზმით აშენდა იმ დროინდელი ბატონიშვილისი და საერთოდ კომკავშირლების. იყო სასტუმროც, რომელთაც მე რამდენჯერმე ვარ ცნამყოფი იმ სასტუმროში, შეკრება ქონდა საქართველოს ნაკრებს მოჭადრაკეთა და კრიალებდა იქაურობა. ამ კომკავშირული ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა მიწის რომ გადაგებული იყო ჟიული შარტავა და ვინც კი მუშაობდით დღე და ღამე გვაუთავებდა იმისათვის რომ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ისე სწრაფად აშენდა ეს კომკავშირული ქალაქი რომ ხალხს გაუკვირდა რომ რა მოხდა, ესე როგორ შეიძლება დააშენებულიყო ამ ქალაქი ამ მოკლე დროში და გავრცელდა ჭორი. რომ კომკავშირლები რაღაცას ვიპარავდით, რაღაცას შოულობდით, მოქონდა აქ უკანონოდ ვაშენებდით ამას და მე მაშინ ვთქვი რომ მოგიწყობენ სასამართლო პროცესს და შევადგენეს სცენარი ამისათვის და ვთქვი კომკავშირული ქალაქის მშენებლობისათვის იდეისათვის რომ კომკავშირული ქალაქი აშენდეს ჟიული შარტავასა და მზია ჭანტურიას მიესაჯოს 15 წელიწადი. რუსთავის ეკონომიკის დაცემისათვის, რაც გამოიხატება მაშინ რომ მამუკა ასლანიკაშვილს ცემენტი გამოზიდა და მოიტანა კომკავშირული ქალაქისათვის მიესაჯოს 15 წელიწადი. ხოლო სკოლის დირექტორს ანზო გოგელიძეს გაირიცხოს პარტიიდან. და მაშინვე პროტესტი განაცხადა ანზო გოგელიძემ, მე უპარტიო ცხოვრება არ შემიძლია, ან დამხრიდეთ, ან მომისაჯეთ 15 წელიწადი. ეს რომ ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, სწორი ყოფილიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყენებდნენ ამას ჟიულის მტრები. ბევრი რამის მიმართ მე თითქმის ფანატიკურად ვიყავი გამსჭვალული. დღეს სხვანაირად მოსჩანს ყოველივე. ბევრი რამ არ ვიცოდი ისევე როგორც სხვებმა. რატომ არ უნდა გავუგოთ მათ, ვინც რწმენით საქმიანობდა, ან მათ, ვინც თავდადებით მოღვაწეობდა და ზოგ რამეს იმიტომ აკეთებდა, რომ ამას იდეოლოგიური გამართლება ჰქონოდა და ამის მეშვეობით ერისათვის სასარგებლო საქმეები ეკეთებინა. იმ არც თუ ისე იოლ პერიოდში. რა პირობები შეუქმნა ახალგაზრდობას, ხელოვანებს, მეცნიერებს, მეცნიერთა კლუბი გაიხსნა თბილისში. კომკავშირული ქალაქი ბორის ძნელაძე აშენდა იმისათვის, რომ ჩვენი გვევლო იქ დაგვესვენა, იქ შეგვექმნა რაღაც ნაწარმოებები, იქ ლაბორატორიები გაიხსნა ქიმიკოსების, ფიზიკოსების, მათემატიკოსების, არნახული თანადგომა ნიჭიერი ახალგაზრდებისადმი. არნახული, განუმეორებელი.
1985 წელს ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. საქართველოსთან მისი წასვლით ბუნებრივია ბევრი რამ შეიცვალა. ცეკას პირველ მდივნად ჯუმბერ პატიაშვილი დანიშნეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჟიული შარტავას საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. ესე ჟიული რომ მოვიდა, აბრალებენ ასეთ რამეს, მაგრამ მე არ მგონია რომ მას ეს ეთქვა, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. იმ წუთში ეს ამბავი მიუტანეს პატიაშვილს. ეს არასოდეს არ დაივიწყა მაგან რა. რომ როგორ ნულიდან ჩემს მერე ნულიდან იწყებს და ესე იგი ფაქტობრივად მე არაფერი არ ვიყავი. რადგან და მოაშორა და გაუშვა რუსთავში. და აქაც სხვა შორის დაძდებდა უკან რომ რაღაცა ეპოვა და ესე დაეჭირა რა. აი ეს იმიტომ რომ ეთქობა პიროვნებებმა შეუქმნეს ხო ეს რაღაცეების მიტანა, მოტანა. 85 წლიდან ჟიულის ცხოვრებაში ყველაზე ტკივილიანი პერიოდი დაიწყო. იმდროინდელი სისტემისაგან გაუმართლებლად შერისხული აღმოჩნდა, ძალიან ძნელად განიცდიდა არა იმას, რომ თქვა თანამდებობები და რაღაც პრივილეგიები და ელიტარული მდგომარეობა დაკარგა თუ ჩამოუქვეით და მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რომ მტრად მოკიდებული ნამეგობრალი აყენებდა ამ დიდ ტკივილებს. პერიოდი იყო ჟიულის ცხოვრებაში, რომ მეზობლებიც კი აღარ ესალმებოდნენ. ეს უბედურება იყო. ის მეზობლებიც კი რომლებზეც დიდი ამაგი ჰქონდა ჟიულის. მათ გამოჩეკვაზე და მათ მომავალ ცხოვრებაზე ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა. არ ესალმებოდნენ. როგორც პერსონა non grata, ხო? ერთი პატარა ეპიზოდი მინდა გავიხსენო. მაშინ მე მალადოს გრუზიის რედაქტორი ვიყავი. პარტიის ცეკაში გაზეთის რედაქტორების თათბირი იყო დანიშნული, მივედი. ადრე იყო ჯერ კიდე და ყველანი შეკრებილები ვიყავით ხოლში. ჟიული შარტავა იმ დროისთვის უკვე აღარ მუშაობდა ცეკაში. ფანჯარაში ვიყურები, კაი გადმოსახედია იქიდან და ზურგით ვარ ჩემი კოლეგებისკენ. მე უფრო ვიგრძენი, ვიდრე დავინახე, რომ ვიღაც გამოჩნდა დერეფანში ისეთი ვისმა დანახვამაც აქ რაღაც სხვა ნიუანსი შეიტანა. მოუბრუნდი, ვიფიქრე რა მოხდა, ვინ მოდის და გავიხედე მოდის დერეფანში ჟიული. ისეთი ღიმილით მოდიოდა ჩემკენ, აი როგორც ძველი, კარგი მეგობრისკენ. მომიახლოვდა მომესალმა და დაიწყო მადლობა მითხრა. აქ კი უკვე აღარ დავმალე ჩემი გაკვირვება და შემახსენა რომ აიო რაღაც მასალა იყო გამოქვეყნებული, არც კი ღირდა ამაზე გამახვილება აქცენტის. ვიდრე ჩვენ ვსაუბრობდით, ვკითხე რა შვებით, როგორ აბრძანდებით აქეთ, რაღაც მომენტში დავაფიქსირო, რომ გარშემო კაციშვილი აღარ არის. არ და გავსილი იყო მთელი ხოლი ხალხით. და ვიდრე მე დავაფიქსირებდი, რა მოხდა? ჟიულიმ ერთი ისე ოდნავ, ნუ რაღაც აი წამებით მწარეთ გაიღიმა და მითხრა რომ ჩემო დალეო მე იმისთანა ხალხმა მიღალა და ისეთი მეგობრები რომ მეგონა რომ მეგობრები იყვნენ გამიდგნენ გვერდზეო რომ მე აღარაფერი აღარ მეკვირსო. ჟიულიმ ჩამოსვლისთანავე მაშინდელი პარტიული ხელმძღვანელებისგან განსხვავებით დაიწყო ქუჩაში ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი. და ზუსტად ეს წყლის პრობლემა იყო ყველაზე მწვავე. მან გაუკეთა მობილიზაცია ქალაქის წარმოება ორგანიზაციებს და როგორც ერთი მიზანი ისე ჩამოყალიბდა წყლის შემოყვანის დაჩქარება. შემდგომ იყო ბავშვთა რკინიგზის თვითონ მან მონახა ეს ადგილი, თვითონ მან დაინახა, რომ იქ შეიძლებოდა ბავშვთა რკინიგზის გაკეთება და დაიწყო ამაზე მუშაობა. ყველაფერი მიდის პარალელურ რეჟიმში. სრული მობილიზაცია არის, სრული დღე-ღამის გასწორება.
პირველი ეს იყო აი იერსახე, იქ რაღაცების შეღება, იქ სკვერის გაკეთება. ამან ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მოსახლეობამ შეიყვარა პირდაპირი გაგებით. როგორი სტილი იყო, იცით? ქალაქობის მდივანი ზის ოთახში და იქიდან მართავს მის რეგიონს. ხალხი ხო იცით როგორი ბრძენია? ის კაცი ოთახიდან არ გამოდის, კიბოს წამალზე მუშაობს. ახლა მე ვიცოდი რომ ჟიულის ამას ვერ იტყოდნენ, იმიტომ რომ ჟიულის ზამი იმის ზარეცალა. ის მე საღამოს 6 საათიდან იწყებდა დოკუმენტებთან მუშაობას და კაბინეტურ მუშაობას და ვიცოდი რომ ის ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანდა. მას არ დაუწყია კადრებით თამაში, როგორც კი მოვიდა, არ უკითხეს ვინ არის ის, რატო არის და ასე შემდეგ, ზოგი ნეგატივია, ზოგი პოზიტივია, არა. ყველას დაუსახა მიზანი, ჩვენ ვაკეთებთ ამას. ხო და ესეც მისაღები იყო როცა პირველი მდივნები რომ ძირითადად რომ მოდიოდნენ კადრებით იწყებდნენ, გადაადგილება გადმოადგილება, ამან არა. ამან პირდაპირ მიზნები დაუსახა და ვიღაცამ აუწყო ფეხი, ვიღაცამ ვერ აუწყო ფეხი. რუსთავი ჟიული შარტავას მოღვაწეობის პერიოდში რესპუბლიკის საზოგადოების ყურადღების ცენტრად იქცა. ვიღაცას ეს არ მოეწონა და დაჩქარდა მისი წასვლა რუსთავიდან. აპონკაც ესეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ მას თითქოს ცოტა დრო ჰქონდა. 86 წლის ბოლო მოვიდა და ბინათმშენებლობის გეგმის შესრულება შეამოწმეს. და როცა შეამოწმეს და ბინათმშენებლობის გეგმაში ჩავარდნა აღმოჩნდა, ჟიული შარტავას დაწყებულ და გაკეთებულ საქმეებს დააბრალეს ბინათმშენებლობის გეგმის ჩავარდნა. და ცენტრალურ კომიტეტის ბიუროზე განიხილეს და აღმასკომის თავმჯდომარეს და ჟიულიც დაანთავისუფლეს. იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა არა მარტო ჟიული, მთელი მისი ოჯახის, დიდი ოჯახის წევრები და სანათესაოც და ჟიული იძულებული გახდა, თუმცა ესეც ძალიან ძნელად და მძიმედ მოხერხდა, დაეტოვებინა თავისი ქვეყანა და წასულიყო რუსეთს შეეფარებინა თავით. ძალიან ძნელად ეგუებოდა სამშობლოს დატოვებას, შვილების დატოვებას, თავის აი ამ ძალიან ტკივილიან პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მოსკოვში მისი ცხოვრება საკმაოდ პერსპექტულად და კარგად მიდიოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში ხელმძღვანელი დიპლომატიური კადრების კურსები წარჩინებით დაამთავრა. იმდენად გამორჩეული იყო სწავლაში, რომ რაღაც განსაკუთრებულ პაპკაში გადაიდო მისი საბუთები იმ მიზნით, რომ ძალიან საპასუხისმგებლო და საჭირო ქვეყანაში და საქმეზე უნდა ყოფილიყო გაგზავნილი უმოკლეს ვადაში. ამ დროს პუგო იყო ასეთი, ბორის პუგო, მინისტრი იყო, ემლედეს მინისტრი იყო, საკავშირო მინისტრი იყო და ადრე ეს პუგო მუშაობდა კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო და ჟიული როცა სწავლობდა მოსკოვში. მაგრამ სანამ დაამთავრებდა იმ აკადემიას, წაიყვანა თავისთან და განყოფილების გამგედ დანიშნა. რომ დიდი ხელფასი იყო და ყველა პირობა შეუქმნა ამ პუგო. ძალიან უყვარდა ჟიული, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მერე გახდა მინისტრი. ჟიულის შესთავაზეს საკმაოდ ეტყობა კარგი და პრესტიჟული ადგილი. ამ დროს 89 წლის 9 აპრილი. საშინელი ტრაგედია თბილისში. ჟიულიმ გამოითხოვა 9 აპრილს დაღუპულების სურათები. საშინლად განიცადა ეს ტრაგედია, ცხარეცრემლებით დასტიროდა დაღუპულებს, კუთხეც მოუწყვია თავის ოთახში დაღუპულების. ჟიულის გადაუწყვეტია, რომ ასეთი მისი ქვეყნისთვის ალბედით პერიოდში მას არაფრით არ შეუძლია მიატოვოს თავისი ქვეყანა და წავიდეს საზღვარგარეთ და იქ რაღაც უფრო კეთილი დღეებით და კარგ პირობებში იცხოვროს და ლია და ჟიულიმ დარეკეს, რომ მოვდივართ საქართველოში.
დარჩენილიყავი მოსკოვში ცოტა ხანს მე ვთხარი ვებრძლა თამდები მქონდა კიდე მეტი გექნებოდა ჯემალო მითხრა არ აქვს ხვენიაო შენ ამას მე როგორ მეუნებიო მეო ჩემი ბუნება და თვისებაო ქართველი კაცის შენ მაინც ხო იციო რა ამას როგორ მეუბნებიო დაბრუნდა მზადყოფნაში მყოფი რომ რაიმე კონკრეტული და სასარგებლო გაეკეთებინა ქვეყნისათვის მაგრამ სამწუხაროდ უფუნქციო და გამოუყენებელი დარჩა და კარგა ხნის მანძილზე ეს წელიწადზე მეტი გაგრძელდა გალიაში მომწყდეულ ლომს გავდა ასეთი ენერგიის კაცი უსაქმურად დარჩენილი მაგრამ ცდილობდა რომ ეს დიდი ტკივილიანი დროც რაღაცნაირად უსარგებლოდ თავისი სულიერებისთვის არ დაეტოვებინა და მუშაობდა თავის თავზე კითხულობდა რაღაცებს წერდა და შეიძლება ცოტა ისეთიც იყოს მაგრამ წლების მანძილზე უქმად დებული ლია საკერავი მანქანაც კი გამოაჩოჩა და კერვა ისწავლა ხო და ბადრი მიყვება ერთხელ რომ ისო მეორე კურსზე ვიყავითო რომ გადავწყვიტეთ რომ შეგვეძინაო ესო კოსტუმი შეგვეკერაო რა და მაშინ ვინ იყო კარგი მკერავი ცნობილი მკერავი იყო ესეთი გვარი ახლა აღარ მახსოვს იმ კერავთანო რიგი იდგაო გაიგე და რიგი დავიკავეთ რაღაცა და მოკლედ მოგვიწია რიგმა მივედითო რა და შემდეგ დაგვიბარა ესე იგი ეგრეთ წოდებული პრიმერკაზე გასინჯვაზე რა და მივედითო რომ გასვი აღსინჯაო რაღაცაო ჟიულის რო გასინჯაო ჟიულიმო უამრავი ის მისცაო რა შენიშვნები ამ იმასო იმას ხმარა მოუღიაო რა ამ კერავს სადაც ცნობილი მკერავი იყო კარგი დამთავრდა გავიდაო ხანიო და მე მეორეთ მე მივედიო ჟიულის არ სალუდაო და თქვა რომ მე მივალ მეო და მარტო მივედიო და ეს კაცი მეკითხებაო რა ეს მკერავიო რომ ჯერდი გამაგებინაო ვინ ახართო თქვენო რომ მე ვთხარიო სტუდენტები ვერთო ეს ბიჭიო ძალიან ნიჭიერი კაციაო ეთყობაო გაიგე და მაგისგან მაგარი მკერავი გამოვაო რა ხო და თუ სურვილი ექნება უთხარი მოვიდეს ჩემთანო რამდენიმე თვეო მაგას ვასწავლიო და მაგისანამ მკერავი ქალაქში არ იქნება და მაგარი კაცი იქნება არტი კოჩიკო მართუდა osurs girigashia osur baramu osurinana walo gakatensia wala გამოგერალი ვიქნებოდი ბიჭო ეთი რა გითხრა შენ შენგან მომღერალი არ გამოვიდოდა მაგრამ ისე შეგეძლო ერთი საშუალო დონის ხაზვარი ყოფილიყავი შეგეძლო გული ბატონო ერთი საშუალო დონის მოქანდაკე შეგეძლო ყოფილიყავი საშუალო დონის სპორტსმენი იქნებოდი ესე იგი რაც ერთი კაცის პირობაზე საშუალო დონის ყველაფერი შეიძლება ყოფილიყავი ჟიულის მიერ ეს როგორ გითხრათ გახშირებული სიარული მაშინდელ ხელმძღვანელობასთან თხოვნა იმისი რომ მე დავბრუნდი საქართველოში მე მინდა რომ ამ ტკივილიან დროს ჩემი ხალხის ტკივილები გავიზიარო სანამ შემიძლია გამომიყენეთ გამაკეთებინეთ რაიმე კონკრეტული ჩემი ქვეყნისთვის ეუბნებოდნენ დაგირეკავთ გუმბარიძე იყო ესე იგი და არ უნდა რა თუნდა ჟიულის იმიტომ რომ ყველა თავისას გუმბარიძე მაგასთან ნუაცა ცადადენა მიწა შეიძლება ითქვას შეადარო რა ხო და არ უნდა და არ ნიშნავდა რა ჟიული იყო აი გამორჩეული ახლა ყოველმხრივ გამორჩეული თავის წესიერ კრისტალივით სუფთა აბსოლუტურად და რაც თავარია ამ კონგაშირის ცეკას პირველი მდივნობის დროს გამოჩნდა კავშირის მასშტაბით იყო ერთ-ერთი დიდი უდიდესი ორგანიზატორი ეს ყველას აშინებდა ჩვენს და თვით შევარდნაძესაც უკვე გამსახურდია პრეზიდენტი სხვაშორის იმ რამდენიმე დღის მერე მირეკავს ჯონი ხეცურიანი. აი ახლა მითხრა ესე იგი შეხვედრა მქონდაო გამსახურდიასთან და სიგუასთან.
ხოდა მდგომარეობა ძალიან რთულად არისო რა. გარბაჩოვმა გამოსცა ბრძანება, რომ სამხრეთ ოსეთის ოლქიდან ყველა ქართველი პოლიციელი, მილიციელი მაშინ გამოეშვათ იქედან. ვინ მივახლა ამ დონეზე, რომ დაუშვათ ეს ბრძანება გააუქმებინოს გარბაჩოვს, ხო წარმოუდგენელი რაღაცა იყო. ხო და ვინო და მიუთხრეს, რომ ამასო ჟიული თუ გააკეთებსო რა. ხო და ჟიულისო არ ვიცნობ მეო და საერთოდ არ მქონია ურთიერთობა და ამას უთქვია ჯონის, რომ მინისტრი იყო მაშინ და ამ საუბარს შევესწარიო და მე ვთხარიო, მე ვეცდებიო რომ და მოვიდა ჩემთან, რომ იქნება შენ დაელაპარაკო ჟიულისო, ჟიულისღა ისიც არ იცნობდა ახლოს. მართლაც დაურეკე იმ წუთში, შევხვდი იმ დღესვე და მოუყევი, მე ვთხარი ეგეთი ამბავია მეთქი. ხო და იმ გამსახურდისთვის თუ კიდე თანახმა იქნებაო ჟიულიო, მე შევხვდებიო რა. იმ წუთში დაურეკე ჯონის ჟიულის კაბინეტთან, მე ვთხარი აგერავა რასია და მზად არის მეთქი რაზე ელაპარაკი, რომ პუგოსთან რაც საჭიროა. იმ წუთში დაურეკა იმანაც გამსახურდიას, შეხვდა გამსახურდიას და იმ დღესვე გაფრინდა მოსკოვში. და ის ბრძანება გააუქმებინა მას რა, გარბაჩოვს, ეს წარმოუდგენელი რამე იყო რა. და დარჩა ჩვენი მილიციელები და ეს სიტუაცია დარჩა იმაში. საინტერესო ის იყო, რომ ჩამოვიდა სხვაშორის, მე მადლობა უთხრა გამსახურდია, მაგრამ რამდენიმე დღეში ზუსტად გამოსცა ბრძანება და სახალხო კონტროლი საერთოდ გააუქმა. და არც დაუძახა, არც არაფერი არ შესთავაზა, დატოვა ჰაერში. თანამდებობა ცვლის ადამიანს მის ნეობას ზოგს უკეთესობისაგან, ზოგს უარესობისაგან. სამწუხაროდ მეტწილად უარესობისაგან. თანამდებობა როგორც პოლიტიკა სამწუხაროდ უზნაობის მარწუხებშია. ყოველ ჩვენთაგანში არის მინოტავრი, იცით, ეს მინოტავრი იბადება ადამიანის დაბადებასთან ერთად და იმაზე თუ რამდენად შეძლებს ადამიანი მისი ფორმირების პროცესში მინოტავრის დათრგუნვას არის დამოკიდებული როგორია ადამიანის ზნეობრივი თუ უზნეო. ჟიული შარტავას და მისი თაობის თვალწინ დაიმსხვრა ის ეროვნული იდეალები, რომლებისაც გულის სიღრმეში თავადაც არ სჯეროდათ, მაგრამ რომელმაც რამოდენიმე თაობა ჩამოაყალიბა საბჭოთა ადამიანებს. ამ თაობის თვალწინ აღზევდა და უმალვე ჩამოვარდა კვარცხლბეკიდან ეროვნული მოძრაობა, დანგრეული რუსთაველის, ძმათა სისხლის, დამსხვრეული იმედის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ფასადი. ჭეშმარიტი ეროვნული მუხტი კვლავ ვერცხლის წყალივით გაბნეული დარჩა. დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. მაშინ წარმოდგენილი გაქვთ რა ხდებოდა, ის ქალაქი აღარ იყო უკვე გაჩერებული ყველაფერი. თან სამხედრო ფორმირებები რუსთავში მომძლავრებული იყო და არ იყო ცხოვრება რა, წყალი არ იყო, ელექტროენერგია, პურიც, ხშირად არ იყო რაღაცები და ამ ეტაპზე ხელისუფლება ვერაფერს ვერ გვეხმარებოდა. იმიტომ მას არ ჰქონდა რესურსი, არაფერი არ იყო, ბიუჯეტი არ ჰქონდა. და ამ ეტაპზე ვიფიქრეთ, რომ იქნებ ჟიული მოინდომოს ჩვენთან მაჟორიტარ დეპუტატობა, თქვა, ჩემ მეგობრებს უთხარი. და კარგი იქნებაო, თქვა ეს და ავრჩიეთ დეპუტატად. და დაახლოებით ერთი ორთვიანი მუშაობის შედეგად, ეკონომიკურ სამსახურებთან, ყველანაირი ანალიზით, ყველაფრით მოამზადა მან მოხსენება უბრალოდ გამოსვლა პარლამენტის ხდომაზე.
კრიზისიდან გამოსვლის პროგრამის თაობაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ გავეცანით პროგრამას და ნუ დაწყდებათ გული მის ავტორებს უთხარით კიდეც ზოგიერთ შემდგენლებს რომ ეს პროგრამა არ არის. არ ვარ ასეთი პროგრამა არც პრაქტიკოსებს გამოადგება და არც თეორეტიკოსებს. პროგრამა რომელიც არ აჩვენებს სერიოზულ სტურათს, რა მოუვა უმუშევრობას, რა ბედი ეწევა ინფლაციას, რა ბედი ეწევა წარმოების დონეს, ეს მხოლოდ რაღაც მინიშნებებით ნაჩვენები პროგრამას არ წარმოადგენს. ყველა ქვეყანამ თქვენ მოგეხსენებათ, ჩემზე უკეთ ბევრს ძალიან კარგად მოეხსენება, რომ ყველა ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლისას შეისწავლა მსოფლიო ცივილიზაციის გამოცდილება და განვითარების საკუთარი მოდელი შექმნა. ყველაფერი განიავდა, გაჩანაგდა, თბილისში ტაქსი არ დადის, რუსთავში ტაქსი არ არის, სატრანსპორტო საშუალებები დაიყიდა ამ სიტყვების ცუდი გაგებით. რა მოუვიდა ფარმაცევტულ დარგს, ამასთანავე სამედიცინო კომისიამ რუსთავის ამ დარგის მაგალითზე ნახა რა უმძიმეს მდგომარეობაშია ეს ერთი დარგი და ამ ერთი დარგის მაგალითზე სხვა დარგები და იმის მაგივრად რომ საკუთრების, კერძო საკუთრების ფორმა ჯანსაღად შემოვიდეს ისე როგორც ეს მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებშია, სულ სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. იყიდება, იყიდება ყველაფერი თითქმის ნიჩბებიან მექანიზმებიანად. ამიტომ ამ პროცესებს მართვა სჭირდება. დღეს აქ ბევრია და ამ დღეებში ბუნებრივია ლაპარაკი იმის თაობაზე, გვინდა თუ არა ამ სიტუაციაში დემოკრატია. ჩემის აზრით დემოკრატია დღეს შეუქცევადი პროცესია, შეიძლება ზიგზაგები იქნეს. დემოკრატია ეს არის ისეთი სიტუაცია, მოგეხსენებათ ისეთი სისტემა, ისეთი მექანიზმი, როდესაც კანონი პატივს სცემს და იცავს ადამიანს და პირიქით ადამიანი პატივს სცემს და იცავს კანონს. დღეს საქართველოში მსგავსი არაფერია. მან ჩაგვისახა იმედი, რომ პარლამენტში ყავდა ესეთი კაცი, მით უმეტეს იმ გამოსვლის ფონზე, მით უმეტეს რომ მას ავტორიტეტი ჰქონდა იმ სამინისტროებში, იმ ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. თვითონ სახელმწიფოს მეთაურთან და ყველასთან. მაგრამ ერთ დღეს ტელეფონი ავიღე ტელეფონი რეკავს და ჟიული მეუბნება რომ აფხაზეთში გადამიყვანეს. სოხუმში რომ დაიწყო მუშაობა, ტელეფონი ეხლაც მახსოვს 93 16 28. დავურეკე. ბატონო ჟიული. ჟიული კალისტრატოვის, ჩემო ჟიული. არ ვიცი. ეგ დანიშნა მოგილოცო თუ ვიდარდო. როდესაც ადამიანი თვითონ მიდის ჩაძირულ გემში და ამასთან აკეთებს მთელი შეგნებით, ამის სახელი ყოველ შემთხვევაში დღეისათვის ალბათ ჩვენთვის არ არსებობს, რა ქვია ამ საქციელს. იმიტომ რომ მე კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჟიulis არ შეიძლებოდა არ ცოდნოდა არათუ ის თუ სად მიდიოდა. არამედ თვითონ მისი ენერგია რა იყო, რამდენად ლოგიკური იყო ის, რომ ამდენი ხანი მისი ენერგია პრაქტიკულად დაუხარჯავი იყო და შემდეგ სად უნდა დახარჯულიყო ეს უზარმაზარი პოტენცია. ძალიან დიდი როიტყვიან პატივით სარგებლობდა რა აფხაზეთში. ეს იცოდა რა თქმა უნდა შევარდნაძემ და იფიქრა რომ რა თქმა უნდა მე ეჭვი არ მეპარება რომ გამოიყენებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ეხლა ეს ჟული შარტავაზე მე საიდან მესმოდა, იცით, მე დავამთავრე სოხუმში მე-10 სკოლა. აი ეს არის ელიტარული სკოლა, აფხაზური სკოლა. და ეს ისეთი თაობა იყო მე რომ ვამთავრებდი, იცით რა, აი მე თანდათანობით აფხაზეთის მთავრობაში, თბილისში საქართველოს მთავრობაში, აი ჩვენი კლას დამთავრებულები. ესენი იყვნენ სათავეში. მე იქედან მესმოდა ჟული შარტავას სახელი და მესმოდა ისე კარგად მე სულ მაინტერესებდა ეს პიროვნება როგორ მოხდა იქ და ასეთი კარგი ახალგაზრდა ამდენს რომ ძალიან ახლოს იყვნენ ჟული შარტავასთან ოჯახებით
აი ესეთი ფენები აფხაზების ოჯახები. ძალიან ახლოს, ამიტომ ალბათ იცით რა განსაკუთრებულად ლაპარაკობენ ჟვილი შარდავაზე. იცით მისმა ურთიერთობამ გააღო აი ეს ყინული რომელიც ქონდა ჩვენ სპეციალურად მე არძიმბასაც შევხვდით რომ იცოდეთ უფრო ადრე. უფრო არძიმბასაც შევხვდით, მიგვიღო ვისაუბრეთ და რაღაცაზე მოვილაპარაკეთ. გაგიკვირდებოდა თათბირს რო ატარებდა, გეგონება ომი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას უაღრესად ექსტრემალურ პირობებში უწევდა მუშაობა, ყოველდღიური შემოვლა ფრონტის წინა ხაზზე, უამრავი პრობლემის გადაწყვეტა, მას აინტერესებდა ყოველდღიური პრობლემები თბილისში როგორ წყდებოდა და ინტერესდებოდა თბილისში მიმდინარე საქმეებით. მე მახსოვს ერთ-ერთი დარეკვისას, როგორი დიდი ყურადღებით იკითხა ერთი შეხედვით საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზიდან პრაქტიკულად თუ ხომარ ეფუქრება კიდევ საფრთხე მეცნიერთა კლუბს, რომელიც თავის დროზე ფაქტიურად დახურვის წინაშე იდგა. ასევე დაინტერესდა ტივტივა ელექტროსადგურის სერიული წარმოებისათვის მზადების მიმდინარეობით. გარდა მაგისა იკითხა ხომ არ გამომრჩა ზოგიერთი ჩვენი ახლობლის მეგობრის დაბადების დღე და ამ პირობებშიც კი სახერხებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანური გულწრფელობა და უშუალობა გამოეხატა. ჩავედით, თხოვა გავიდეთ ერთი ქალაქშიო. ახლოსო მითხრა და გავედით და მითხრა, აი სოსო, ჩემი თხოვნა არისო რუსთაველების მიმართო, ეს დამწვარი კინოთეატრი უნდა აღმიდგინოთ. კინოთეატრი იყო დამწვარი. რატომ შემოვიდა, რატომ გვითხრეს რომ უნდა შემოვიყვანოთ ბავშვებიო, გაყვანილი ყავდა ბევრს. იმიტომ რომ იგრძნეს ეს მშვიდობიანი ცხოვრების მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მისი ხაზი ჩვენ იქ ვინც ვიყავით, ყველაზე სწორი იყო და მართალი იყო სწორი, იმიტომ რომ მშვიდობიანი ხაზი იყო, სამშვიდობო ხაზი იყო. ცხოვრების რითმი ეწყობოდა იქა, ნორმალური ცხოვრების რითმი ადამიანებს შორის. ამასა რომელსაც აფხაზი ქვია, ამასა რომელსაც ქართველი ქვია შორის. ჟიული შარტავა თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამის მიუხედავად არ ჩაუცვალს სამხედრო ფორმა. ამით ის თავის სამშვიდობო მისიის წარმოჩენას ცდილობდა და ბოლო წუთამდე ენარჩუნებდა იმედს, რომ მშვიდობიანი გამოსავალი არსებობდა. უკანასკნელად ჟიულის 14 სექტემბერს შევხვდი პარლამენტის შენობასთან. სოხუმელები ძალიან გემადლიერებიან მეთქი უთხარი და ცოტა, ასე ვთქვათ, ხაზგასმული ოპტიმიზმით დავზინე. რაც იყო ყველაფერი ალბათ წარსულს ჩაბარდება და ცხოვრება ისევ ჩოულ კალაპოტში ჩადგება მეთქი. ვერაფერს გეტყვი მითხრა, რომ მგონიათ არც ისე იოლად არის საქმე, არავინ იცის ხვალ რა მოხდებაო. მინდოდა მეთქვა, თავს მოუფრთხილდი მეთქი, მაგრამ ვიცოდი მისი ამაყიბუნების ამბავი და სიტყვა პირზე შემაშრა. ცოტადენი პაუზა ჩამოვარდა, მე ისევ ყრუდ გაიმეორა. არავინ იცის ხვალ რა მოხდებაო და მე მშვიდობა და წავიდა. 93 წლის 14 სექტემბერს გვიან ღამით დაახლოებით 3 საათზე სოხუმიდან თბილისში ჩამოფრინდა. გარეგნულად მშვიდი, მაგრამ შინაგანად აფორიაქებული მეჩვენა. კითხე, რა იყო ჟიული, რა მოხდა? არაფერი მითხრა. პასტუხოვი და შუიკოვი ჩამოვიყვანე, სახელმწიფოს მეთაურს უნდა შევახვედრო. სხვა მეტი არაფერი მიკითხავს. დილით 10 საათზე ადგა. წავიდა, მთელი დღე არ გამოჩენილა, არც დაურეკავს. ღამის პირველ საათზე მოვიდა. ისევ დაღლილი, აფორიაქებული. ამჯერადაც არაფერი მიკითხავს, ვიფიქრე, დაისვენებს, გამოიძინებს და თუ საჭიროა მერე მოყვება ყველაფერს მეთქი. მრავალი უსიამოვნო ზარი მახსოვს ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ 16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ალბათ ვერასოდეს ამოშლი მეხსიერებიდან. ყურბილი მიავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. საშინლად უსიამოვნო განცდა დამეუფლა. ჟიული კალისტრატოვის თხოვეთ. ყურმილი ჟიულის გადავეცი.
თან შევცქეროდი. ჟიული თანდათან ფიქრდებოდა. სუნთქვა გაუღშირდა. მაგრამ მაინც მშვიდად, აუღელვებლად იძლეოდა განკარგულებებს. ეხლავე დარეკეთ არძიმბას მისაღებში, პანიკას ნუ შექმნით. მე ეხლავე წავალ და სახელმწიფოს მეთაურს საქმის კურსში ჩავაყენებ. ამის შემდეგ სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა. სამის ნახევარზე მოვიდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. კაბინეტში შემოვედით. უცებ მომიბრუნდა და მითხრა: ლია, ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი გამოვცადეთ. ეხლა ესეც უნდა ვნახოთო. კარებში ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მე ვიცოდი, რომ უკვე სოხუმი იბომბებოდა. მისთვის არაფერი მithქვამს. გასვლის წინ მომიბრუნდა და მითხრა: ლია, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატში დევს. მე გაკვირებულმა შევხედე და უთხარი: ჟიული, შენი საბუთები და სურათები მერისთვის დამჭირდება მეთქი. რა იცი, რა ხდება ქვეყანაზეო? მიპასუხა და წავიდა. გაცილება არ უყვარდა. აევნიდან გადავხედე. მე უკვე ვტიროდი. ჟიულიმ ამოიხედა, გამიღიმა, მე შევატყვე, რომ თვალები ცრემლიანი ქონდა. ხელი თავისებურად დამიქნია და წავიდა. ყველაფერი კეთდებოდა საამისოდ. ყველა პირობა იყო იმისათვის, რომ ყველა საკითხი ცეცხლის განახლების გარეშე მოგვარებულიყო. მაგრამ ადგილი აქვს მუხანათობას, შეთანხმების მზაკრულად დარღვევას და შედეგად არის უზარმაზარი მსხვერპლი, გრევები. ვცხოვრობდით ერთად იქ. სოხუმის შესასვლელთან ადრე აგარაკები იყო სამთავრობო იქ სოხუმში აფხაზეთის გულიფსთან. რაღაცაზე ვისაუბრეთ და 10-ის ნახევარი და ახლა მე მივდივარო. კაცო, მე და შენ ხომ უნდა შევხვდეთო, რაღაცაზე შეხვედრა გვაქვს. არაო, სანდრო, იქ შევხვდეთო რა, იქ ვისაუბროთ. მოიცადო ცოტა ხან, ხო ხედავ როგორ დაძაბული მდგომარეობა აქ. და დანაც მარტო რატომ უნდა წახვიდეთო, მეც წამოვადო და. არა, იქ მე ხალხი დავიბარე. გაბიგე? 10 საათზე დავიბარე ხალხი და უხერხულია ეხლა რომ დავობე. კაცო, ომია თქო, უხერხული როგორ არის 5 წუთს დაგვიანებ. არა, ძალიან გთხოვ, შენ ხო ვიცი, ჩემი ხასიათი მე ვერ დავაგვიანებ. 1-15 წუთი ვეხვეწეთ რომ და მე ვთქვი, არა თქო, არასწორია, წასვლა ეხლა იქ თუ. არაო, ჟიული მდგა, მე ჩემ ხალხთან უნდა მივიდეო და აპარატი არის იქ, იქ მუშაობს და დავიდეთ. სადღაც პირველ საათზე მომივიდა ინფორმაცია, რომ იზაბება მდგომარეობა სოხუმში. მთავრობის სახლთან მივიდაო ჯგუფი და ჯგუფი კი არა, ძალა მისულა, ძალიან საკმაოდ დიდი ძალა მთავრობის სახლთან. ალყა. აი ახლა ეს გასროლა რა იყო? შეტევა მოწინააღმდეგე მხარემ განახორციელა დაახლოებით 11-ის ნახევარზე. და მე როგორც ერთ-ერთ მეთაურს უშუალო კონტაქტი მქონდა ბატონ ჟიულისთანაც და მახსოვს, როდესაც შეტევა დაიწყო მოწინააღმდეგის მხარემ, მის სახეზე ვერ ამოიკითხავდით არც შიშის, არც თქვათ რაღაც პანიკის ან სხვა ისეთ გზნობებს, რომელიც ომის შემთხვევაში უშლის ხოლმე ხელს მეთაურს. ცხადი იყო, რომ ჩვენს დასახმარებლად ვერც ვეღარავინ შემოვიდოდა სოხუმში, რადგან ქალაქი ჩაკეტილი იყო უკვე ფაქტიურად და არც არავინ იყო ძალა ისეთი, რომელიც შემოვიდოდა ჩვენს და დასახმარებლად. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაახლოებით 11-12 საათისთვის ყველა იქ მყოფი ბატონი ჟიულის და ბატონი გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით მოგროვდით პირველ სართულზე, რათა გაგვერღვია ალყა და გამოსულიყავით ამ შენობიდან. ალყის გარღვევა მოახერხა მხოლოდ 12-მა მებრძოლმა ბატონ გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, მათ შორის მე და კიდე რამოდენიმე ჩვენმა მეგობარმა და რა თქმა უნდა შემჩნეული იყო მოწინააღმდეგეს მიერაც ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ვაპირებდით შენობის დატოვებას, შენობა ფაქტიურად რკალში იყო მოქცეული და ის საბედისწერო გასროლა, ტანკიდან გასროლა, რომელიც მოხდა შენობის ერთ-ერთ კოლონას
სადაც იდგნენ ბატონი ჟიული და სხვები, რომლებიც ელოდებოდნენ ესე იგი გამოსვლის მომენტს, შეიტანა რაღაც არეულობა ამ ხალხში და ეს გახდა ალბათ ძირითადი მიზეზი იმისა, რამაც დააკარგვინა ამ ხალხს გამოსვლის დრო. ჭურის მოხვედრის მერე ბიჭებში მე ესე ვიტყოდი, შიში არა, მაგრამ პანიკასავით რაღაცა გამოიწვია. ამ დროს ჩვენ დაჭრილები ჩვენ შევიყვანეთ შიგნით ორვიანი. ჩვენ ამ დროს დავკარგეთ ის წამი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა სიცოცხლისათვის. ესე წამი იყო, რომელიც ერთხელ მოდის ცხოვრებაში და მეტი აღარ გამეორდება. ამ დროს ვიღაცა მიყვირა, რომ გურამი და ბიჭები ჩახოსეს, ვინც ალკარ გაარღვია ჩემმა ბიჭებმა და ჟიული შარტავამ გასცა ბრძანება, რომ ავიდეთ მესამე სართულზე და განაგზოთ თავდაცვა. ჩვენ ესე ჩვეულებრივად ავედით და გარედან დაიწყო ინტენსიური საშინელი ცეცხლი, ბრძოლა, რომელიც ალბათ ერთ-ორ საათს გასტა ამ ჯოჯოხეთმა. ამ დროს ჩვენ ტყვია წამალზე ჟიული შარტავას კაბინეტისკენ გავდიოდით ხოლმე და ის ჩვენთან გამოდიოდა, გვამხნევებდა, გვეუბნებოდა ბიჭებო, არაფერი არ არის, ტექნიკა წამოსულია. სადაც არის მოვლენ ბიჭები ერთ 5 წუთში კიდე გამაგრდით და ამ კაცის სახეზე მე მართალ რომ მოგახსენოთ შის ვერ ვიტყოდი. რაღაც სინანულის მაგორი რაღაცა დააკრავდა იმის სახეს. და შედიოდა, გამოდიოდა ყოველ 5 წუთში და კეთილ ვაშკაცურ ტყუილს გვეუბნებოდა რომ ბიჭებო, სადაც არის ჩვენები მოვლენ და კიდე ცოტას მოითმინეთ. ამ დროს გარედან ამ ჯოჯოხეთში ვიღაცამ დაიყვირა გარედან გრუზინი პრეზიდენტე სტრელბუ, ვიხადით ენა პერეგავორი. რა არის, როგორ არის, ვინ დაიძახა გარედან იძახიან ვიღაცები, ჟიული შარტავას მოახსენეს და აქედანაც ბრძანება რომ თქვენს შეწყვეტეთ როლა და ჩვენც გამოვალთ. ჩვენ არ გოსალეს სრული შეწყვეტა, დაყარეს იარაღები და ამოვიდა 15-18-მდე კაცი. მე როგორ შევიტყეთ ესენი ყაბარდოილები იყვნენ სულ. მივიყვანეთ ბატონის ჟიულისთან და ამათმა თქვეს რომ იარაღები დაყარეთ, აქ ლაპარაკის აზრი არ აქვს, შენობა მართლაც იწვოდა და რო არ დანგრეული იყო შენობა, გარეთ გამოვიდეთ ვილაპარაკოთო. ჩვენ იარაღები აივხსენით მაგიდაზე დავალაგეთ და გარეთ გავედით. ამ დროს მოვარდენ ცემა, ტყეპა, წაქცევა, ადგილზე დახვრეტა სულ. ასე დაიხვრეტა 12-მდე კაცი. ბატონი ჟიული და სხვა ბიჭები რაფებში ჩასვეს ყველა. ძღოლის უკან ბატონი ჟიული იჯდა და რაფისკენ მინდოდა წასვლა, მაგრამ ამასობაში რამდენიმე კაცი დამესია, დამიწყეს ცემა, სანამ მე წავიქცეოდი, უკვე გზნობას კარგავდი, ამასობაში იღლიაში ვირზენი შეღავათი, ჭკუაზე რომ მოვედი, ვიღაცა უცხოელი იყო. ეს იყო ჩეჩენი, რომელმაც ხელიდან გამომგრინჯა აფხაზებს და გამიტაცა. მომაცილა იმათ. წავიდეთ, ტანსაცმელი გამოიცვალე და 5 წუთში ისე უკან დაუბრუნდით ჩვენ. კიდევ იმას გადავარჩენო. აქ მოახსენეს რომ რაფები გუდაუთაში წავიდნენ. გავეკიდეთ გუდაუთაში რაფებს, გუდაუთაში ჩავედით. იმათ ყოლს ვერ მივაგენით. უკან რო ბრუნდებოდით ჩვენი ბიჭები და ყველა იქ მყოფი ვინც მისთა საბჭოს შენობაში იყო, დახვრეტილები ვნახეთ. ბატონი ჟიული იმათ შორის არ იყო. ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა აღსასრული მისი. უკვე როცა დამთავრდა ეს ტრაგედია, როცა დამთავრდა ომი აფხაზეთში და ჩვენ იძულებული ვიყავით, წამოსულიყავით იქიდან, აი მე მივიღე ერთ-ერთი უცნობი პიროვნებისაგან, რუსეთიდან წერილი, სადაც წერდა ეს ადამიანი, რომ მან ბევრი იფიქრა იმის შესახებ, მოეწერა თუ არ მოეწერა ჩემთვის ეს წერილი. მაგრამ ბოლოს გაბედა და მომწერა. და ამ წერილში წერდა იგი, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს იმით, რომ საქართველოს ყავს ასეთი შვილები, როგორიც იყო ჟიული შარტავა. და ჩანს ამ წერილიდან, რომ იგი ესწრებოდა
მის აღსასრულს. და მე არ ვიცოდიო, ვინ იყო ეს პიროვნებაო და მასთან ერთად იყო კიდევ ერთი ქართველი ადამიანიო. და როცა მე ვკითხეო, რომ ვინ არის ესაო, მითხრეს, რომ ჟიული შარტავა და მე ამოვიღე ასანთის კოლოფი და აი იმ ასანთის კოლოფზე ჩავწერე მისი სახელი და გვარიო, რომ არ დამვიწყებოდა. და აფხაზები მას აიძულებდენო, რომ გაელანძღა ქართველი ხალხი. და მან ეს არ გააკეთაო და აი სწორედ იმ დროს მოხდა მისი აღსასრული, მოკლეს იგი. ჟიული შარტავას ფასი იციან ქართველებმა, იციან აფხაზებმა და მათ შორის მესამე ძალის წარმომადგენლებმა. რომ არა 90-იან წლებში ყველაზე კრიტიკულ პერიოდში გმირის მომენტალური დაბადება, ეს იქნებოდა ომი ისტორიის გარეშე. გმირის გარდაცვალება აუცილებლად ითხოვს შედეგს და ეს შედეგი არის შერიგება, ისტორიულ ფესვებთან დაბრუნება, ქართველთა და აფხაზთა გარდაუვალი ერთობა, რომელსაც 30 წლის შემდეგ შესაძლოა დაესვას წერტილი. მე მჯერა დაბრუნების და ჩემი დაბრუნების სიმბოლო ისევ და ისევ ჟიული შარტავა იქნება. მისი აფხაზეთში ყოფნა ეს იყო მისი გოლგოთა და მისი ჯვარცმა და ეს მან ღირსეულად აღასრულა ღვთის წინაშე და ერის წინაშე. სულ მეკითხებიან, ჟიულის სოხუმში რატომ წავიდაო? მე ამ კითხვას ჟიულის სიტყვებით უპასუხებდი. რაცა ვარ, ესა ვარ, დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგევარ ერთ პოზიციაზე, რაიმე სარგებლობა მოუტანო ჩემ ერს. ასე ვზრდიდით ჩვენ შვილებს. ასე გავზრდით ჩემ შვილიშვილებს, თუ შევძელი. ასე გაზდიან ისინი თავიანთ შვილებს და ასე იქნება დაუსრულებლად. აბოს ზოგადად როცა მიდის ხოლმე საუბარი, ორი გრძნობა სუფრას ხოლმე ჩემთან. ერთი არის სინანულის გრძნობა, რომ ბაბუ არ გყავს, რომ ვერ მოვესწარი მას და მონაყოლებიდან გამომდინარე რაც ვიცი, რაც ვიდეო კადრები მაქვს ნანახი, რაც ისტორიები მაქვს მასზე წაკითხული, ხვდები რომ ის რო ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენი ოჯახი სხვანაირად იქნებოდა და ქვეყანაც სხვანაირად ალბათ უფრო უკეთესად იქნებოდა. მეორე გზნობა არის სიამაყის გზნობა, რომ ჩვენ ოჯახში ყავს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე შეწირა საკუთარი ქვეყნის ერთიანობისთვის და ქართული იდეისთვის. შენ რას ვფიქრობ? შენ რა გზნობები გაწურო ხოლმე ბაბუაზე რო მიდის საუბარი? ბაბუ ჩემთვის ძალიან დიდი ძალა, მოტივატორი და ვიტყოდი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გმირია. კი, არის რო უყურებ მის ინტერვიუს განსაკუთრებით მინოტავრზე რო იძახის, რომ თვითონ ჩვენგანში არის რაღაც მინოტავრი და ჩვენი წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაც შევძლებთ ამ ჩვენ მინოტავრის დარტყმას და ეს ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში რომ მიდის, აი ამ კადრებს რო უყურებ, გარკვეულწილად
გზამკვლევი ხდება ჩემთვის ბაბუა ეგეთ მომენტებში და აი მსგავსი საუბრები და მსგავსი ისტორიებს როგორც მოხდა მასზე. აი იქიდან მელაპარაკება წარსული. ნამდვილად. სულ მესმოდა, რაც აფხაზეთში ჩავიდა, რაც დაიწყო იქ მუშაობა, აი იმის შემდეგ, ვინც მასთან ერთად იყო. მასზე უფროსებს მე შეიძლება არ ვიცნობ, შეიძლება ვიცნობ, შეიძლება უკვე არ არიან, მაგრამ აი ჩემი ტოლა ხალხის აზრი მაინტერესებდა. და რომ დავრეკე, მეუბნება, აი ჩემ ახლობელმა მეუბნება, რომ შენ რაში დაგჭირდა ახლაო ესო? რაში გჭირდებაო? არის წიგნები, არის გაზეთები, არის იქეთ არის მისი ოჯახი და შენ პირადათო აფხაზ ქალსო რაში დაგჭირდა ეს და მე უთხარი ასე მეთქი იუბილეი ახლოვდება და მე მაინტერესებს თუ სიტყვა მომცეს მეთქი რა უნდა ვთქვა მე თუ სათქმელი არ არის მაშინ ჩუმად დავდგები მეთქი მე ამას დაგპირდები მაგრამ შენ რას მეტყვი მეთქი და შენ აფხაზეთშიო რომელ აფხაზს უნდა კითხო რომ ცუდი რამე ჟვილიზე გითხრასო შენ თამამად შეგიძლია თქვა რომ აი გეუბნებით ეს პირველი თუ არაო მეორე აფხაზი იყო